მოგესალმებით. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ერთად ვიწყებთ ახალ გადაცემას, რომელსაც ერქმევა პროვინციელი და მიეძღვნება ახალგაზრდობის თემებს. მისი წამყვანები ვიქნებით მე ტორე სამოსი და ნანა ბაგალიშვილი. დღეს ჩვენ შევეცდებით რომ ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ რეგიონში ახალგაზრდები, ისინი რომლებიც არაფრისგან იწყებენ რაღაცების კეთებას, გამოსდით, ამით ცხოვრობენ უხარიათ. და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმრებით, მათ ვინც აბსოლუტურად საკუთარი ენთუზიაზმის ხარჯზე დაიწყეს კეთება და გამოუვიდათ. ეს საინტერესო ადამიანები არიან გიორგი ბეჟანიშვილი, იგივე უცხო და ანუკი მოსიაშვილი საგარეჯოდან, რომელიც არის ახალგაზრდული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მადლობა, რომ გვესტუმრეთ და არ დაიზარეთ და ასე ვთქვათ, პირველ გადაცემაში მოხვედით სტუმრად, ცოტა ნერვიულობ მე პირადად, იმიტომ რომ არ ვარ წამყვანი, პირველად ვარ წამყვანი სამხულაში ზოგადად. მაგრამ მინდა რომ ძალიან საინტერესო და ცოტა მტკივნეულ თემებზეც ვილაპარაკოთ. თუმცა არა ესე პესიმისტურ ნოტებზე და არა ესე. მოდი დავიწყებ გიორგითი. მე ბავშვობიდან ვიცნობთ ხა ჩვენ ერთმანეთს და კარგად ვიცი ნაკლებად შენი საქმიანობის შესახებ. ხარ ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან ბევრ პროექტს აკეთებდი, რამდენიმე მათგანში ერთადაც ვაკეთებდით. და მინდა რომ მოვუყვე დავუშვათ იმ ბავშვებს, რომლებიც ახლა შეიძლება გვიყურებენ და ფიქრობენ რომ ცხოვრობენ სადღაც რეგიონში, პატარა ქალაქში ან პატარა სოფელში და ამის გამო არაფერს გაკეთება არ შეუძლიათ, როგორ დაიწყო ეს შენი პირველი აქტივობა? ჩემი პირველი აქტივობები დაიწყო ალბათ უფროსი დამამთავრებელი კლასებიდან, მაშინ როდესაც მე გადავწყვიტე რომ შემეცვალა ჩემი ცხოვრება. რაც ახსენეთ მართალია, ბევრ ადამიანს აქვს ესეთი პესიმისტური თუნდაც ნიჰილისტური განწყობა, რომ ცხოვრობენ პატარა ქალაქში და პატარა ქალაქის სინდრომია რა, რომ ან პატარა ქალაქში რო ხარ, შენც უნდა იყო პატარა კაცი, პატარა ჩინოვნიკი, ან პატარა ბანკის პატარა მოხელე თქვათ. ბანკი ზოგადად ვახსენე, ბევრი ათასი დაწესებულებაა, ხო, სადაც არ გაქვს საშუალება რომ იყო კრეატიული და მე მთელი ცხოვრება სულ იმას ვამბობ, რომ სამ სტრუქტურაში ვერ ვიმუშავებ, ეს არის ბანკი, პოლიცია და სამხედრო, თქვათ, ჯარი იქნება თუ რაც. არ შემიძლია უბრალოდ, იმიტომ რომ იქ ჩემი აზრით არ არის თქვათ ეს კრეატიული და შემოქმედებითი ცხოვრება, ხო? და გადავწყვიტე 15-16 წლის ასაკში რომ რაღაცა ჩემი ხელით შემექმნა. ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან რაღაცების შეგროვება. სულ ვაგროვებდი ხოლმე რო ეძახიან დასაკრობ ქაღალდებს და შემდეგ გადავწყვიტე რომ ასე რომ ვთქვათ შემეგროვებინა ლექსები, სიმღერები და ეს დავიწყე წერა ლექსების და შემდეგ სიმღერების და იქიდან მოყოლებული სულ რაღაც პროექტებში ვარ. მოდი ახლა ბოდიში მე მას კითხავ რა ქვია. ანუ დღეს შენ ხარ ფოტოგრაფიით გატაცებული. თუმცა ეს სულ ესე არ იყო. ანუ შენ აკეთებდი ცოტა სხვა საქმეებზე. მე მინდა კითხო კონკრეტულად მაგალითად თელავის სერიებზე, როგორ დაიწყო ეს პროექტი, უთხრათ მაყურებელს რა იყო და ნუ სად განავითარე, როგორ განვითარდა ეს ამბავი. თელავის სერიები თვითონ ეს სახელი და მის ქვეშ არსებული არის ორი რაღაც, ეს არის ვიდეო სერიები, რომლებიც დაუწყე 2009 წლიდან Go Group Media-სთან ერთად, ეს არის ორგანიზაცია, არასამთავრობო მედია ორგანიზაცია თბილისში, რომლებიც ეძებდნენ რეგიონში საინტერესო ადამიანებს, ვინც თავის ხელით რაღაცას შექმნიდნენ. მქონდა ძალიან საყვარელი პატარა კამერა და თვეში ერთხელ ვიღებდი სხვადასხვა სერიებს, სხვადასხვა საინტერესო ადამიანებზე. ხოლო ერთი წლის თავზე, რაც ეს სერიების გადაღება დაიწყო, გამიჩნდა სურვილი გადამეღორა და გაგვეკეთებინა მე და ჩემ მეგობრებს ასევე ელექტრონული ჟურნალი. ეს იყო 2011 წელი, 2010 წელი უკაცრავად და 2010 წელს. რა ხდება გიორგი, ეს იყო ადამიანებზე ისტორიები თუ რამე თემატური სექციები ქონდა? თემატური სექციები იყო, პრინციპში ეს იყო შემეცნებითი, ნაკლებად უფრო გასართობი, უფრო ალბათ შემეცნებითი და აბსოლუტურად დაფუძნებული იყო თელავის და კახეთის არეალზე და მის შესახებ იწერებოდა. ვინ იყო თქვენი ძირითადი ფინანსური მხარდამჭერი და როგორ აკეთებდით ამას? თქვენ თვითონ ისწავლეთ თუ ვინმე იყო მენტორი, ვინც გასწავლიდეთ? ჩვენი ფინანსური მხარდაჭერი ვიყავით ისევ ჩვენ, ანუ არავინ ფაქტიურად ჩვენი ხელით გავაკეთეთ, უახოც ჩართული იყო, სულ თავიდან ვიყავით მე ვახო და კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვახო იყო ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც თავისი სვეტი ჰქონდა
და პროგრამა, რომელშიც ეს ჟურნალი იწყობოდა, მე თვითონ ვაწყობდი ჩემი ხელით, თვითნასწავლი ვარ ფოტოგრაფიაშიც და ნებისმიერ სხვა პროგრამებშიც, არსად ასე რომ ვთქვათ, პროგრამულად დიპლომი არ გამაჩნია მე და პირიქით რაღაცნაირად ისე ვიყავ ძალიან მოტივირებული, უნდა კარგად მესწავლა და მაგიდან გამომდინარე, შემდეგ გავაკეთეთ ესეთი ჟურნალი, თავიდან იყო 15 თუ 20 გვერდი და სულ გამოვიდა 19 ნომერი და სულ ბოლოში უკვე 60 გვერდიანი, ზოგჯერ 80 გვერდიანიც კი გამოსულა, ყოველთვიურად გამოდიოდა და იდებოდა ინტერნეტ სივრცეში. მე მინდა ანუკის ვკითხოთ, რომ ეს უცხო მახსენა, რომ ეს ფინანსური მხარდამჭერები არ ყავდათ და დღეს ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ ეს ჟურნალი აღარ არსებობს, სწორედ ეს ნაწილობრივ ფინანსური სახსრების არ ქონა. ანუ არის ხოლმე მომენტები შენ საქმიანობაში, როდესაც აბსოლუტურად ენთუზიაზმზე და მოხალისეობაზე დაფუძნებული ქმედებები გბეზრდება და ფიქრობ, რომ შენ წახვალ თბილისში დარჩები და რა ვიცი, აწყობ იქ ან წახვალ საგარეჯოდან საერთოდ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან კარგი გარემოა თქვენ სტუდიაში და მომწონს დიზაინი, სადაც სიმარ განსაკუთრებით ეს მომწონს. რაც შეეხება იდეას და წამოწყებას ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანები ფაქტობრივად ყვებიან თავიანთ ისტორიებს და ეს უნდა გახდეს სხვა ადამიანებისთვის რაღაც სტიმული, რის გამოც თქვათ ისინი გადაწყვეტენ აქტიურობის დაწყებას და არა მარტო. რაც შეეხება ჩემს ახალგაზრდულ საქმიანობას, ასე ვთქვათ, და აქტივობებს, დავიბადე საგარეჯოში, გავიზარდე, დავამთავრე, შემდეგ სტუდენტობის გამო მიწევდა თბილისში ცხოვრება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ხოლმე ეს ინფორმაცია და რაღაცა გამოცდილება, რასაც თბილისში შევიდნენ, წამეღო და ჩამეტანა საგარეჯოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც მე დავიწყე ამ რაღაცეების გაკეთება, ხდებოდა ზუსტად მსგავსი. სტუდენტები იყვნენ, თქვა თბილისში წასულები საგარეჯოდან, მაგრამ ისინი მოდიოდნენ და საგარეჯოში აჩენდნენ რაღაც, ასე ვთქვათ, ნაპერწკალს, რაც უბიძგებდა. ჩაგეჭრებოდი, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავუშვათ დღეს რეგიონში შეგიძლია, ანუ მარტო თუნდაც გააკეთო რაღაც და ეს აღმოჩნდეს პროდუქტიული. რა თქმა უნდა შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩემი საკუთარი გამოცდილებითაც შემიძლია ვთქვა ეს, რომ თავიდან არავინ არ გვიცნობდა, ხომ? ვიყავით რამდენიმე ახალგაზრდა, რომელმაც გადავწყვიტეთ, რომ მოდი რაღაც უფრო სერიოზულად ვცადოთ და ჩვენ საქმიანობას უფრო ისეთი ფორმა მივცეთ, მოწესრიგებული და ამიტომ გადავწყვიტეთ თქვათ იქ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება და ასე შემდეგ. თავიდან არავინ არ გვიცნობდა და არც არავის არ ვიცნობდით, მაგრამ დროთა განმავლობაში დავაგროვეთ რაღაც გამოცდილება, შევიძინეთ კონტაქტები, იგივე ნანა გავიცანი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენაზე, ფორუმზე, რომელიც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ასევე ვთქვათ, იგივე გაეროს მოსახლეობის ფონდთან ურთიერთობა დავიწყეთ, ასე რომ მივიღეთ ტრენინგებში მონაწილეობა და შემდეგ გაგვიცნეს. ასევე მსოფლიო ბანკთან ასევე ერთ-ერთ ორგანიზაციასთან, რომელსაც გიორგი წარმოადგენს. შესაბამისად, დროთა განმავლობაში დაგროვდა უკვე ეს გამოცდილება, რა თქმა უნდა, თავიდან არ მქონია არანაირი კონტაქტი. გაგრძელებ თემას, უბრალოდ გიორგისთან ახლა გამახსენა, მე და გიორგი შევხვდით ერთმანეთს სრულად შემთხვევით ქუთაისში, ჩემს წიგნის პრეზენტაციაზე გავიხედეთ და დავინახეთ ელავინები და თან გამიხარდა. მე იქ ბევრი ვისაუბრეთ, რომ გამოვიდით იმ კონკრეტული მოვლენიდან, ასე ვთქვათ, და ვიცი, რომ ატარებდი ტრენინგებს კომუნიკაციაზე. აი ამ პროცესში მე შეიძლება ორივეს გეხებათ პრინციპში ეს კითხვა, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის დამყარება ზოგადად. დავუშვათ სხვა ტიპებთან, რომლებიც შეიძლება აბსოლუტურად სხვა წერტილში მუშაობენ და ზოგადად რამდენად შესაძლებელია ეს, რომ დავუშვათ იჯდე თელავში, აკეთებდე რაღაცას, ანუ თუნდაც იყო ფოტოგრაფი სიტყვაზე, მაგრამ ინფორმაციას მუდმივად იღებდე და გარესამყაროც იღებდეს შენ შესაძლოა ინფორმაცია. მე ტრენინგებს ვატარებ სოციალური მედიის შესახებ და ტრენინგებიდან გამომდინარე, სიმართლე რო გითხრათ, გამოცდილება მაჩვენა, რომ დღესდღეობით არის სერიოზული ერთგვარი პრობლემა, რა პრობლემასაც მე ვხედავ, ეს არის ის, რომ ახალგაზრდებს აქვთ დღეს ცდომა ინტერნეტთან, რაც ჩვენ თაობის დროს არ იყო და ტრენინგებზე სულ იმას ვამბობ ხოლმე, რომ აი მე ვიყავი ძალიან პატარა, თავიდან Skype-იც კი არ არსებობდა პროგრამა Mirki. და აი Mirki-ში რომ ვიღაცა თელავიდან სადღაც რუსთავში წერდა ან ქუთაისში წერდა ვიღაც სხვა ადამიანს, ეს იყო სასწავლის დონეზე ასული. აი მაშინ ეს იყო ძალიან ახალი ხილი, ხო და დღეს ჩვენ შეგვიძლია რომ თითის ერთი დაწყაპებით შემოვიაროთ მთელი მსოფლიო რა. უბრალოდ არის პრობლემა ის, რომ სწორად უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება და აი ტრენინგზე სულ ვეკითხები ხოლმე მე ბავშვებს, რომ აი რამდენ თქვენთაგანს ყავს დამატებული, თქვათ არა თქვენი ქალაქელი, სხვა ქალაქიდან ან თქვათ სხვა ენაზე მოსაუბრე
ხო, ინგლისელი, გერმანელი ჯგუფის მნიშვნელობა არ აქვს და პროცენტი ყოველთვის თითქმის ყოველთვის არის 50-ზე დაბალი. აი ვიღაცა არავინ არ შემხვედრია, ვისაც უფრო მეტი ფრენდი ყავს, ესე რომ ვთქვა, თუნდაც Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელში, არანაცნობი ან არალოკალური, ხო? არა და ეს ძალიან კარგი საშუალებაა და მე სულ მაგას ვცდილობ, რომ უფრო მეტი ადამიანი დავემატო და სწორედ ამიტომ ამ ბოლო დროს უფრო მეტად გავაქტიურდი სხვა სოციალურ ქსელებში, როგორიცაა Twitter-ი, Pinterest-ი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იძლევა მეტ საშუალებას, რომ მეტი ინფორმაცია მიიღო. გარდა ამისა, ძალიან კარგი ხანა უდგას დღეს ფოტოგრაფიას, რა, ფოტოგრაფია ვახსენეთ, ხო? ჩვენ ადრე გასულ საუკუნეში რომ დაავადებულიყავი, მე თუნდაც 1900-იან წლებში უნდა ჯერ გადამეღო ფოტო, გამომემჟღავნებინა, მერე დამებეჭდა და მერე ეს ყველაფერი გამომეფინა სადღაც გალერეაში და მოვიდოდა იქ დამთვალიერებლები და ანუ პროცესიდან, შექმნიდან სადღაც შეიძლება 1 ან 10 წლის მერე მომხდარიყო ჩემი საზოგადოებასთან გასვლა და დღეს ხო მე რომ გადავიგე ფოტოს შემიძლია ზუსტად რაღაც 9 საათში ან უფრო მოკლე ვადაში დავდო და მთელ მსოფლიოს ვაჩვენო. ეს არის ფაქტიურად ჩვენი კაცობრიობა ბოლო 25 წელში ჩემიაც რაც პროგრესი განიცადა, ალბათ არასდროს არ ყოფილა, ხო, ასე დიდი ნახტომი და უნდა გამოვიყენოთ ეს. აი, ანუკის ვკითხავ, მანამ სანამ ანუკის ვკითხავ, შეგიძლია ჩვენი კომპოტი დადიო. რომელიც ხალხს ძალიან მოვასწარდი მიგავსიჯი. ხო და მე რიგში ვარ და მანამდე ანუკის ვკითხავ. აი ეს ვინცგე ერთგვარი რაღაცების აკეთებლად თუ სხვასთვის იყო, ხა არის მაგალითად ინტერნეტი ის რომ სწრაფად შეგიძლია შენი მესიჯები და პროდუქტი გაავრცელო. აი შენთვის რა იყო ანუკე, როცა სულ თავიდან მაგალითად გადაწყვეტე რომ ეს შენი საქმე დაიწყო, აი რამ აგანთო და აი რა განთებს ხოლმე დღემდე, რა არის ხოლმე ჯილდო შენი საქმის, აი რასაც აკეთებ, ხო? ფაქტობრივად ინტერნეტი და სოციალური ქსელები ახსენე გიორგი, ესეც კომუნიკაციისთვის გამოსაყენებელი რაღაც საშუალებაა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მოტივატორი იყო კომუნიკაცია. ძალიან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა განსაკუთრებით ჩემს თანატოლებთან და შესაბამისად აი ამან მიბიძგა რომ გამეცნო უფრო მეტი ახალგაზრდა დამინახა სხვა ადამიანების შესაძლებლობებიც, იმიტომ რომ როდესაც გუნდში მუშაობ და გუნდში ხარ ადამიანებთან უნდა იცოდე რა შეუძლიათ დანარჩენებს, რა შეგიძლია შენ და რა შეგვიძლია რომ ერთად გავაკეთოთ. შესაბამისად აი ეს ახალგაზრდებთან ურთიერთობის სურვილმა გამიჩინა ეს რომ უფრო პროდუქტიული რაღაც გაგვეკეთებინა, რაც შეიძლება და გამოხატულიყო რაღაც სხვა პროექტებში და აქტივობებში. საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ერთ-ერთი გამოწვევა ალბათ ის იყო, რომ ნუ საგარეჯო პატარა ქალაქია თვითონ და ყველა ერთმანეთს ვიცნობდით და შედარებით მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ ცოტა რთული იყო სოფლებში გასვლა და იქ ცხოვრება ახალგაზრდებთან დაკავშირება, ასევე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რამდენიმე სოფელი არის საგარეჯოში და მათთან კომუნიკაციის დამყარება, გარკვეული გამოწვევები იყო, რასაც უპასუხეთ. თან იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ ესე იგი ჯგუფი მუშაობს ახალგაზრდებთან რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ და ასე ვთქვათ, სქესობრივი გადამდები დაავადებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. ამას უნდა რაღაცა სპეციალური მეტად მომზადებული გარემო შექმნა. ამ გზაზე განსაკუთრებით რეგიონებში ეს სირთულეებს როგორ ლახავთ ხოლმე და როგორ რჩებით ხოლმე კიდე მოტივირებულები რომ იგივე გააგრძელოთ ხოლმე? ეს საქმიანობა დაიწყო 2012 წელს. ფაქტობრივად ჩვენი ორგანიზაცია ახალი დაარსებული იყო და გჭირდებოდა რაღაც კონკრეტულ სფეროში კომპეტენცია, რაზეც ვთქვათ, შემდეგ გავაკეთებდით სხვადასხვა რაღაცებს. ეს აღმოჩნდა გენდერის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი საკითხი. ეს თემა საინტერესო იყო პირადად ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც და თან იყო რაღაცნაირად ახალი. ჩვენ საინტერესო, იმიტომ რომ საჭიროება არსებობს ჩვენ თაობაში და ახალგაზრდებში. ფაქტობრივად იყო ის ასაკი, როდესაც გჭირდებოდა კომპეტენტური ინფორმაცია, იმ ასაკში ვიყავით, როდესაც ვიგებდით რაღაცას თავიდან და მანამდე არც გაგვეგონა და შესაბამისად ამ ხრივ საინტერესო იყო. თუმცა ჩვენ დაგვეხმარა ისიც, რომ მე კიდევ ჩემი რამდენიმე მეგობარი აღმოჩნდით ტრენინგზე, ეს იყო აღმოჩნდით ზუსტად შესაბამება ეს სიტყვა. თელავში 5 დღიანი ინტენსიური ტრენინგი იყო ტრენერებისათვის. აი გადაგვაბზადეს როგორც ტრენერები და უკვე მივიღეთ ის კვალიფიციური ინფორმაცია, რაც შეიძლებოდა შემდეგ სხვებისთვის გადაგვეცა. აი ხომ მინდა ეს სიტყვა რო თქვით აღმოჩნდით, ძალიან მნიშვნელოვანია აღმოჩენა, სადღაც აღმოჩნდები და წეანაც ახსენეთ რა თქვენ რომ ანუ რაღაც დავუშვათ რაღაც ფონდთან გქონდათ ურთიერთობა, რაღაც კავშირი და რაღაც დავუშვათ ორგანიზაციასთან, საერთაშორისოსთან თუ ადგილობრივთან არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ მე ვიცი რომ არის ხოლმე ესეთი გავრცელებული სტერეოტიპი რომ ანუ ვიღაცას თუ არ იცნობ, ვიღაც თუ არ ყავს, ანუ მოდი ესეც უთხრათ ჩვენ დავუშვათ სმენელებს ახალგაზრდებს ხო რომ ანუ როგორ ხდება ანუ როგორ ახერხებთ დავუშვათ საკმაოდ დიდ და
ისე წონად ორგანიზაციასთან მნიშვნელოვან ტრენინგზე თუნდაც მოხვედრას. ანუ რა გზას გადიხართ ამისთვის? ან კიდევ უფრო ამისთვის არსებობს ძალიან მარტივი გზა, რომელიც გიორგიმ ალბათ უფრო უკეთ იცის, იმიტომ რომ ინტერნეტი იმდენად ყოვლის მომცველია და იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაჯდეს რაღაცა საინტერესო აპლიკაცია ნახოს, შეავსოს და მარტივად მოხვდეს ძალიან კარგ ღონისძიებაზე. აი მაგალითად მახსენდება 2 წლის წინ იყო ესეც ზუსტად. მაშინაც ესე აღმოჩნდით ძალიან მაგარ პროექტში, ეს იყო მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული, მსოფლიო ბანკის ახალგაზრდული ხმების პროექტი იყო და მაშინაც თემა ეს გენდერი რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ამ კუთხით გავაგრძელეთ შემდეგ განვითარება, იმიტომ რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ აი გამოწვევებისთვის მზადყოფილიყავით. შესაბამისად, ძალიან მარტივად ინტერნეტში აღმოვაჩინე ერთ-ერთი ივენთი, სადაც იყო ინფორმაცია, რომ აი სტარტდება ტრენინგი, შემდეგ ორგანიზაციებმა უნდა გააგრძელონ ამ თემაზე მუშაობა, ვალდებულება იყო ესეთი, რომ ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ შენ თვითონ უნდა გაიმუშავე. ძალიან მარტივად დავჯექი შევავსე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, ჩვენზე მონაწილეებზე გადაგხსოვნე და დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თქვენ შერჩეული ხართ პროექტში. ეს თუმცა ამბობენ ხოლმე, ჩემი გარშემო თუნდაც ჩემი ჯგუფელები მახსოვს, რომ ეს რაც არის კარგი პროექტი, ის ყოველთვის არის დახურული და არ გადის აი 1 წრის იქით. ან თუ წაწყდომი ხართ ეგეთ შემთხვევებში, აი იქნება არის მე არ წაწყდომი პირადად, ან ძირითადად საჯაროა ფიქრობ, ანუ კარგი პროექტები და კარგი საქმეები, როგორც თქვენ დასაჯაროებთ ხოლმე ხო ჩანს. და აი ეს ბარიერი როგორ შეიძლება მოხსნან აი ახალგაზრდებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნუ ისინი არ შეირჩევენ, იმიტომ რომ უკვე შერჩეულები არიან ვიღაც სხვა ახალგაზრდები. ჩემი აზრით იმ ტრენინგებზე, რომლებსაც არასამთავრობო სტრუქტურები ატარებენ, ხა სხვა ტრენინგებზე არ მიმიღია მონაწილეობა და რასაც ხედავ, იმას მოყვები, ხო? მონაწილეებს არჩევენ გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი რომ ცხადდება და ზოგჯერ Facebook ივენთიც არის, ხო, შექმნილი და იღებენ და ასევე არჩევენ იმ კონტაქტებით, რა კონტაქტებიც მათ მანამდე უკვე დაამყარეს. ანუ თქვათ, ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, არა, თუ აქტიურია და ტრენინგში უნდა მონაწილეობა, ერთხელ რომ მიიღებს მონაწილეობას, იქ ავსებენ ხოლმე ფურცელს, არა, დასწრების ფურცელს, სადაც იწერება იმეილი და ეს იმეილი შედის ბაზაში. მაგალითად, იგივე თელავის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი და საგარეჯოშიც ხო არის და ორივე ესეთი გამორჩეული ქალაქი მაგით მიხარია, რომ არსებობს იმედია სხვა ქალაქებში. ახეთში სხვადასხვა მხოლოდ გაჩნდება კი და ეს ცენტრებიც ასე მუშაობს რა, ბაზა აქვთ და ბაზიდან გამომდინარე შემდეგ ურეკავენ ან მეილზე წერენ ყველას და თქვენ თუ ერთხელ მაინც ასე ვთქვათ, გატოკდებით, მიხვალთ, დაესწრებით ტრენინგს, მე ყოველთვის შემოგეხმიანებიან და თქვენც ნებისმიერ წუთას აღმოჩნდეთ. რა მინდა რომ ცოტა enjoy იმას გავუწდეთ ახლა და ერთი აი რაღაც ესეთი სხვა მიმართულებით წავიდეთ უცბად ცოტა ხნით. ანუ ახლა ჩვენ ვახსენეთ, რომ შენი ბოლო გატაცება, ასე ვთქვათ, ბოლო საქმიანობა, რომელიც დაიწყე და განავითარე და უკვე მიიყვანე რაღაც ასე ვთქვათ, საფეხურამდე არის ფოტოგრაფია. ნუ არც ჩემთვის, არც ნანასთვის და არც ანუგისთვის არ არის უცხო რა, ეს რაღაცას იწყებ თავიდან, კიდევ თავიდან მიყავს რაღაც წერტილა. მაგრამ მინდა რომ მაყურებელსაც მოუყვეთ, ასე ვთქვათ, აი რა სტადია გაიარე. დავუშვათ, გაიღვიძე ერთ დღეს აღმოაჩინე რომ გიყვარს ფოტოგრაფია, აიღე კამერა, ისწავლე, აი ეს სტადიები რომ მოგვიყვე რა და რა დრო დაგჭირდა იმისთვის რომ პრაქტიკულად გქონოდა უკვე აი შენი წოვნა და თუნდაც დაგეწყო ამით ფულის გამომუშავება. კი ბატონო. ეს უკვე 2009 წლიდან მოყოლებული მე მაქვს საშუალება რომ DSLR კამერებთან ან ციფრულ კამერებთან გადავიღო და მქონდეს ურთიერთობა. ფოტოსაც ვიღებდი, ვიდეოსაც, მაგრამ იყო რაღაც ეტაპი, რა დროსაც მე აღმოჩნდი, აი ესე რო ვთქვათ, ბარიერთან, რა დროსაც მე დავეჯახე კედელს და აღმოჩნდა რაღაც ღილაკები იგივე კამერაზე, ხო, რაღაც ფუნქციები რო დავხედე, აი ეს ვიცოდი და ეს არ ვიცოდი. და ის რაც მე არ ვიცი, კი არ მაშინებს პირიქით мотиваციას მაძლევს. და სად იგებ ხოლმე მაგათად არის? ინტერნეტში რა თქმა უნდა. იყო პერიოდი, ეს იქნებოდა ალბათ 2-3 წლის წინ, როცა მე მანამდე ასევე მუშაობდი სხვადასხვა სფეროში და ერთ-ერთი ჩემი კომერციული შემოსავალი საიდანაც მქონდა იყო ხოლმე ივენთების წაყვანა. ანუ ვიყავი ივენთებზე წამყვანი და ერთ-ერთი ახალწლო ივენთი იყო, ეს ძალიან კარგად მახსოვს, როცა თელეგამები მუშავე, ეს ახალი წლის ღამე იყო და დილით რო სახში დავბრუნდი, თქვი რომ აღარ მინდოდა მე ეს, აღარ მაინტერესებდა და თან ახალი წელი იყო და რაღაცნაირად ინსპირაციისთვის ავდექი და იმ დღისითვე, აი 1 იანვარი იყო,
ძალიან ბევრი წიგნი გადმოწერე PDF ვერსიები ინგლისურად ფოტოგრაფიის შესახებ და თქვი რომ აი ეს წელი და მომავალი წელი ამ წიგნების მე სხვა არაფერ წიგს არ წავიკითხავ და ეს 2 წელი ვიკითხე წიგნები და დღეს მე მაქვს სულ რაღაც შეიძლება ერთ ტრენინგზე ვარ ფოტოგრაფიის ნამყოფი, მაგრამ დღესდღეობით ვარ თვითნასწავლი ფოტოგრაფი, უკვე მე-3 წელია ვასწავლი ფოტოჟურნალისტიკას თელავის უნივერსიტეტში და ასევე მაქვს საკუთარი კურსები ფოტოგრაფიის და სხვებსაც ვასწავლი და სტუდია პლუს. გიორგი, მაგალითად ესე იგი ერთი ჩვეულებრივი შეფერგით მახარგა მეც მეთქვა რომ ანუ აი კამერის ფული არ მაქვს რა წიგნებს კი გადმოვწერე ხა ინტერნეტიდან წავიკითხავ მაგრამ აი კამერა რით ვიყიდო ხო აი არის დედაჩემს აქ არის აი რით იყიდო შენ პირველი კამერა ეს ძიმე ისტორია პირველი კამერისთვის რაღაცეები გავყიდე ასე რომ თქვათ რაღაც ნივთები რომელი ნივთებიც იმ წუთას მე არ მჭირდებოდა ავდექი და გავყიდე და ამ გაყიდული ნივთებიდან რაც თანხა შემიგროდა, შევიძინე კამერა. თავიდან ჩემი კამერა აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებოდა, არ იყო თქვათ ესეთი დიდიც და თქვათ უფრო დატვირთული ხა ძალიან ბევრი რამე თან არ მაქვს. უბრალოდ ჩვევაში მაქვს რომ კამერა სულთან ვატარო და ეხლა იმით წამოვიღე. თავიდან არაფერი არ მქონდა ფაქტიურად, ეს იყო კამერა, რომლითაც უნდა მესწავლა. მე არ გეგმავდი რომ მე ამ კამერით ვიმუშავებდი, ანუ ესე დიდი გეგმები არ დამიწყე. მქონდა ბოდი არა, ლინზები არა. ხო, არაფერი, კი იყო ერთი ბოდი, კიტ ლინზა, ასე რასაც ეძახიან და ანუ ეს არის გრიფი, რომელიც არ გააჩნდა ამ დამატებითი ბატარეები, სადაც ზის. შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე და ჩემი აზრით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ძალიან დიდი მნიშვნელობა კიდევ რას აქვს, იცით, ახლა ამ ბოლო დროს გავრცელდა ესეთი კამპანია, ვიდეოს ქვია ბიძა ჩემი სამინისტროში მეკაჩება, ხო? და აი მეც გავაზიარე და სულ მაგას ვამბობ რა, როცა ვიღაც სადღაც გეკაჩება და გაწყებინებს მუშაობას, ხო? კედელს თუ დაეჯახები არა, მაშინვე ურეკავ იმ ადამიანს, ვინც შენ დაგაწყებინა მუშაობა და ელოდები მისგან დახმარებას. საერთოდ ეს სტერეოტიპია, რომ ახალგაზრდა რომ ამთავრებს უნივერსიტეტს, ელოდება რომ აი ვიღაც დაურეკავს მას. აი როგორც ადრე გიტყოდნენ ხოლმე რომ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ელოდებაო გოგოებზე, ხო გასათვალიერებელი. ეხლა ჩვენ ველოდებით ვიღაცა ცხენზე ამხედრებულ ბიზნესმენს, ამ პოლიტიკოს, რომელიც წაგვიყვანს. პოლიტიკოს რომელიც დასაქმებას რო. კი, აი ის ხშირად გამიგია ახალგაზრდებისგან ეს პრობლემაა, რომ აი აბაო არ მასაქმებს ეს თავრობაო და ჩემი აზრით თავრობას და არც ერთ პოლიტიკოს და არც ერთ ბიზნესმენს ჩვენ არ უნდა მოვთხოვოთ რომ დაგვასაქმოს. ჩვენ უნდა ჩვენ თვითონ დავსაქმდეთ. ეხლა დღესდღეობით მე ვარ თვით დასაქმებული როგორც ფოტოგრაფი, ასევე ერთ-ერთ პროექტში ვარ როგორც ტრენერი და ვარ ასევე კომერციული ფოტოგრაფი და რასაც გამოვიმუშავებ, ამით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, იმიტომ რომ ეს მე ჩემით ვისწავლე და ჩემით მივახციე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ ჩვენიერ დღეს გიორგი უცხომ გაიღვიძა ესე თავისთვის და არაფრიდან შექმნა გიორგი, რომელიც არის ფოტოგრაფი. რომელსაც აქვს თავისი უკვე რაღაც ბაზა და რომელიც ახერხებს ამით ფულის გამოიმუშაოს. ანუ ეს არა მარტო დავუშვათ ჰობია, არამედ შენი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროც სიტყვაზე. ანუ ეს შესაძლებელია, რომ ეს ჩვენი დღეს გაიღვიძოს ადამიანმა და არაფრიდან შექმნას პროდუქტი, რომელიც საინტერესო იქნება და სასარგებლო ერთის ხო თავისთვის და მეორეს მხრივ რაღაცა გარშემოყოფებისაც ხო, იმიტომ რომ ეს შენგან მაგალითად ესეთურ სიამოვნებას იღებენ ხოლმე ალბათ ჩვენი მეგობრები და ჩვენ ფოტოებისგან და მე პირადად დიდს. ხო და აი ანუკის რომ მკითხოთ, აი სულ თავიდან აი რა იყო ბიძგი, რატომაც ეს შენ თვითონ რაღაცნაირად თვითდასაქმებული გახდე ბიძარგან სამინისტროში, ანუ ბანკში არ გინდა მუშაობ, აი რატო იყო მოკლედ არჩევანი შენი ის, რომ გემუშავა ახალგაზრდებთან ერთად, ხანდახან მოხალისებრად, ხანდახან არა, მაგრამ მაინც ბევრი ენერგიის ფასად. ფაქტობრივად წლის განმავლობაში ძირითად საქმიანობას ვაკეთებ მოხალისეობრივად იმისთვის, რომ თქვათ წელიწადში ერთხელ რაღაც პროექტი გამოვიდეს კარგად, საიდანაც რაღაც ანაზღაურებას მიიღებ, ხო? რომ ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი, ვფიქრობდი, მეშოვა რაღაც სამსახური, სადაც მექნებოდა ანაზღაურება, რომელიც მეყოფოდა ჯიბის ფულად და რაღაცნაირად გამენაწილებინა დრო უნივერსიტეტისთვის და სამსახურისთვის, თუ არ მეფიქრა ესეც რაღაც რუტინულ სამსახურზე, ან თუნდაც ბიზიას და ვიღაც პოლიტიკოსების დახმარებით ნაშრომ სამსახურზე და განვითარებულიყავი. ამ შემთხვევაში ჩემთვის უფრო ღირებული აღმოჩნდა ჩემი პიროვნული განვითარება. ანუ ის თუ რაღაც ამ ხნის განმავლობაში რაღაც პროექტებიდან მიმიღე ანაზღაურება, ეს არის რა თქმა უნდა შრომის ანაზღაურება, რასაც ჩენდებ და რესურსს დებ ხომ ამ ყველაფერში, მაგრამ უფრო დიდი იყო ის განვითარება, რაც მე მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ის განვითარება, რაც აქამდე დამიგროვდა და გამოცდილება და ის ღირებულებები, რაც
პიროვნულად გავამუშავდა, მომავალში ძალიან დამეხმარა. ფაქტობრივად მე ჩავდა ინვესტიცია ჩემს თავში, იმიტომ რომ ეს 4 წელი თუ 5 წელი რამდენი ხანია მუშაობ, თქვათ, მოხალისეობრივად თუ რაღაცა მინიმალურ ანაზღაურებაზე, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს მომავალში აუცილებლად დამეხმარება. თუნდაც მიღებული გამოცდილება, თუნდაც მიღებული კონტაქტები, რაც აქამდე დამიგროვდა, რაღაცნაირად ყველა ალტრუისტურად არ შეხედავს ხომ ამ სიტუაციას, რომ რა შეიძლება, აი, ვიქნები ეს აქტიური ახალგაზრდა და ამდენს გავაკეთებ, თუნდაც მოხალისეობრივად, მაგრამ მე რა დამრჩება, დაგრჩება უამრავი კონტაქტი, გამოცდილება. არ არსებობს, ხო, ამას არ არსებობს ნამდვილად. და მეორე მხარე აქვს მე მგონი ხოლმე მოხალისეობაზე არ ვიცი, ჩემი გამოცდილება ალბათ, რა ვიცი, კითხვის სახითაც ვსვამ ამას რა, ანუ როცა რაღაც გაინტერესებს და აკეთებ. ანუ შენ მაინც და მაინც უკავშირზე, ანუ პირდაპირ ესე ფულად ეკვივალენტზე არ ფიქრობ. მაგრამ ჩემ გამოცდილებაში მაგალითად ხო აუცილებლად რა ვიცი თითქოს ტყუილ არ მიშრომია რა იმ მომენტში შეიძლება მოხალისეობრივად ვაკეთებდი მაგრამ შენთვის არ იყოს რაღაცა ინვესტიცია რომელშიც რაღაც უნარებს გამოიმუშავო აი მაგალითისთვის მოვიყვან ახლა მე ჩემი ერთ-ერთი სტატუსი კიდე შეიძლება ითქვას არის ის რომ მე ვარ ბლოგერი უკვე მე 4 წელია 2011 წლიდან მაქვს ბლოგი ბლოგერობა ასე რომ ვთქვათ სხვადასხვა ბლოგები შევქმნი სხვადასხვა წლებში და აი ბოლო წელს რაც მე ამ ჩემ ბლოგში ჩავდე თავიდან ყველა ისე უყურებდა ანუ ჩემი ბლოგი ახლა რაც მე მაქვს არის უცხოგრაფი ჩემი სტუდიაც ესე ქვია სტუდიას და Facebook-ზე გვერდს და წერდი ფოტოგრაფიის შესახებ რა. დაახლოებით 1 წელი არც არის გასული და უკვე საკმაოდ ბევრი მკითხველი დამიგროვდა და ბევრი თავიდან სკეპტიკურად უყურებდა რომ აუ რაღაცა მოგცლია რას წერ, ვისთვის წერ. დღეს მაგალითად ჩემ ბლოგს უკვე აქვს 10,000 წაკითხვა ამ 1 წელი არც არის გასული. თქვათ ერთ სტატიას რო დავდებ, მინიმუმ რაღაც 100 მკითხველი მაინც ყავს და ჩემი აზრით რეგიონში და პატარა ქალაქში მით უმეტეს რაღაც პროვინციულ ქალაქს რასაც ეძახიან ხო როცა გაქვს ბლოგი და ამას აწარმოებ და სისტემატიური სახე აქვს არა უფრო მეტი შანსია რომ შემდეგ ეს შრომა აგინაზღაურდეს ახლა მაგალითად ამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა კომპანიამ შემოთავაზა რომ ჩავერთო ბლოგების კონკურსი არ არის პროექტია და უკვე თითო ბლოგზე ანაზღაურებას გადამიხდიან ნიშნულობა არ აქვს ახლა ეს 1000 ლარი იქნება თუ 5 ლარი მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ მე ჩემი ესე იგი ასე რომ ვთქვათ კი ჩემი სისტემატიური საქმის კეთებით ბლოგი იქნება ეს თუ ფოტოგრაფია შევქმენი ჩემი თავი, ჩემი სტატუსი და უკვე ამ სტატუსით შემიძლია გავიდე სხვაგანაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას და ზოგადად ვიტყოდი, რაც მეტი ბლოგერი იქნება ჩვენს ქვეყანაში, უფრო მალე განვითარდება, აუცი ინტერნეტის კარგად განვითარდება და პიროვნული განვითარებისთვის ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცების კეთება შეგვიძლია, ხო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა მაგას, რომ ჩვენ ჩავდოთ ინვესტიცია, რაც ანუ კი თქვა და ის ყველაფერი რჩება ჩვენ ბექგრაუნდს რო ეძახიან, ხო? ჩვენს უკან რჩება და ვიღაც რომ გადახედავს უკან, აი რა გაქვს ნაკეთები, ხო? ჩანს რომ შენ ბევრი რაღაც გაქვს ნაკეთები და სწორედ მაგიტომაც დაგიძახებენ. ალბათ რა ვიცი, ჩვენ რო დღეს აქ ვართ ამ სტუდიაში პირველ გადაცემაში, ესე ჩვენი ბექგრაუნდის წყალობით. თავისთავად და ბოლოს მინდა რომ ესეთ რაღაც გთხოვოთ, არ ვიცი. გთხოვოთ რა, თუ გაქვთ რამე, ესეთი მოკლედ რომ ურჩიოთ ჩვენს ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა მაყურებელს, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ახალი ცხოვრების დაწყება არასოდეს არ არის გვიან. და მანამდე კიდე თორეს ეს თხოვნა კითხოს დავამატებ, რომ თქვენ ცხოვრობთ ჩვეულებრივ პროვინციულ პატარა ქალაქებში, ხო? ჩვენ ცხოვრობთ ყველა ერთად და გარდა იმისა, რომ რჩევა მიცეთ, თუ გიგრძნიათ ხოლმე, რომ რაღაცებს როცა აკეთებთ, თქვენ გარშემო ახალგაზრდებსაც რაღაცა მუხტსდებთ. ანუ მაგალითად, მანამ მახსოვს, რომ ერთხელ ჩემი ერთი მეზობელი დედამისი ეშალჩებოდა თბილისში სწავლობდა, რომ სოფელში გადამიყვანა სასწავლებლად, თუ იმიტომ რომ იმათთან ერთად მინდა რაღაცების კეთება. ანუ თუ არიან თქვენ გარშემო, ვინც თქვენ ხო ალბათ ოდესღაც ვიღაცებმა მოგცეს ბიძგი, რაღაც პატარ-პატარა და თუ გრძნობთ ხოლმე რომ აძლევთ ეგეთ ბიძგს და რას ეტყობ კიდე მათაც და კიდე მათნაირ ახალგაზრდებს. ერთი ის რომ სადაც არ უნდა წავიდე და ფარგლებს გარეთ ყოფილვარ ხოლმე, როდესაც თქვათ საგარეჯოს სახელით მომწე, მაგალითად წითელი ჯვრის პროექტი იყო ერთი მომწე ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნა და რუკარო დავინახე და იქ საგარეჯო, აი აქ ვცხოვრობ, საგარეჯო და დანის ერთ-ერთი ქალაქი არის დამეგობრებული ქალაქები და შესაბამისად ჩემთვის მართლა საამაყო იყო, რომ ერთი პატარა ქალაქი, საქართველოს ერთი პატარა ქალაქი იყო დანიის ერთი დიდი ქალაქის მეგობარი.
და ისედაც ნებისმიერ პროექტში ყოველთვის ამაყად ვაცხადებ ხოლმე, რომ ვარ საგარეჯოდან და არ ვარ სტუდენტი და არ მიწევს ეხლა მაგალითად თბილისში ცხოვრ და ასე შემდეგ. ვარ საგარეჯოდან წარმოვადგენ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას და ეს ჩემთვის ძალიან სამეყოა. რაც შეეხება იმ მაგალითს, ის თაობა, რომელიც ეხლა მოდის, რამდენად ცდილობს, ნამდვილად, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაციის შედარებით პატარა წევრი უკვე ახალგაზრდული კომიტეტის წევრია, გიორგი, რომელ პროექტშიც არის ჩართული და შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ისიც პირველი კურსის სტუდენტია, ყოველ შაბათ-კვირას ჩადის იმისთვის, რომ იმუშაოს საგარეჯოს საკეთილდღეოდ, ასე ვთქვათ და იღებს ასევე მონაწილეობას ახალგაზრდული კუთხით სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს, ამის შემუშავებაში ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა 20 და 21 წლის და უფრო პატარა ადამიანები ერთვებიან საკმაოდ დიდ საქმეებში და იღებენ როგორ ვთქვა, სოციალურ პასუხისმგებლობას. წეღა რაზეც საუბრობთ, ეს არის შენი პასუხისმგებლობა, ანუ ვიღაც ძალიან კარგი რაღაც თქვი, რაღაცას რომ დაეჯახები, უკვე მე ბიძიის და რაღაცების იმედი კი გაქვს, მაგრამ როდესაც შენ საკუთარი პასუხისმგებლობით აკეთებ რაღაცებს, უკვე შენი თავის იმედი გაქვს. შესაბამისად უფრო მარტივია. და რაც მეტად გადავლახავთ ესეთ კედლებს და რაც მეტ ბარიერს დავანგრევთ ჩვენ ზურგს უკან, ეს უფრო გვაძლიერებს, ხო? რაც არ გკლავს, გვაძლიერებს, ხო? ესეთი გამოთქმაა და ჩვენ ალბათ გვაძლიერებს ყველა ის წარმატებული პროექტი, ან თუნდაც წარუმატებელი, მაგრამ საიდანაც ჩვენ ჭკვა ვისწავლეთ და რაღაც გამოვიყოლეთ, რომლებიც ჩვენ გარშემო იყო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ზუსტად მაგას, რომ ჩვენ თუნდაც ვიყოთ რაღაცა ინსპირატორები სხვა ადამიანებისთვის, ან მივეხმაროთ. ამ ბოლო დროს უფრო ფოტოგრაფიის კუთხით არის ხოლმე ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს, მეკითხება, აი როგორ გავაკეთოთ ეს, რა გავაკეთოთ, იგივე აი ზოგს აინტერესებს Facebook-ზე ეს როგორ რაღაც ფოტო რა ზომაზე დავდოთ, რომ ხარისხი არ გაიფუჭოს და ასე შემდეგ და მე ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მე ვიღაცისთვის ვარ იმედი, ვაძლევ რაღაცა ინფორმაციას და მეც შესაბამისად ბევრ რაღაცას მათგან ვიღებ და ეს უკავშირია ძალიან საინტერესო, ხო? ერთადერთი რჩევა, რაც იქნება ახალგაზრდებისთვის, არის ის, რომ აუცილებლად რაღაცა მონახონ, რაიმე საინტერესო, მოეჭიდონ ამას და აკეთონ სისტემატიურად. აი, მარტივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად გინდათ რომ ფიზიკურად უფრო კარგად გამოიყურებოდეთ, ადექით დილით ადრე, ნუ გეზარებათ, ნუ გიყვართ ძილი. არც ირბინეთ მაგალითად, ოღონდ ისა სამთვეში ერთხელ ნუ ირბენთ. ყოველდღე ჩემი აზრით სისტემატიურად, ხო, ეს ცნობილი ფაქტია რა, წყალი რო, წვეთი რო სისტემატიურად ეცემა. გაჩვენებს ყველაფერს. ყველაფერს ჭრეტავს, ხო? ანუ სისტემატიურად რასაც მოვეჭიდებით და გულს რასაც დაუდებთ, ყველაფერი გამოვა. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ცხოვრობთ თელავში, საგარეჯოში თუ თუნდაც ნიუ-იორკში. ჩემი აზრით კილომეტრები არაფერს არ განსაზღვრავს და კიდევ ერთს დავამატებდი, რომ ძალიან მიხარია ჩემთვის ყველაზე დიდი სიხარული ალბათ ის არის, რომ შესაძლოა ტრენინგებზე გვესხნენ ესეთი პატარა 15-16 წლის ბავშვები და ეხლა ნუ თქვა 2 წელი გავიდა 3 წელი უკვე თვითონ ატარებენ ამ ტრენინგებს და მე Facebook-ზე ვნახულობ ხოლმე ფოტოებს, როგორ მოწოდების სიმაღლეზე არიან და ამაყად აკეთებენ ამ ყველაფერს, ძალიან მიხარია ჩემთვის ეს არის პირდაპირ რეალური შედეგი. დიდი მადლობა. დავით ჩვენთან ერთად და ასე არ დაერიდეთ პირველ მონაწილეობას და იყავით ჩვენი პირველი მონაწილეები გადაცემის. ასე გულუხვად გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება ადამიანებს. ხო, მადლობა. და ჩვენის მხრივ კიდე პირდებით რომ სისტემატურად ყოველდღე თუ ვერ მივარჯიშეთ სისტემატურად ვეცდებით რომ კარგი გადაცემები და კარგი პროდუქტი შევთავაზოთ ხოლმე ჩვენ მაყურებელს. იმედია ვიპოვით ხოლმე თქვენ საინტერესო ადამიანებს და თვითონაც შემოგვეხმიანებიან ხოლმე დრო და დრო. ასე დავუმატებ იმას, რომ ვისაც რაღაც საინტერესებს, თუნდაც ამ სფეროში, ალბათ გიორგიც მოხარული იქნება თუნდაც ფოტოგრაფიაში, დიდი სიამოვნებით შეგვეხმიანონ და რაც შეგვეძლება რომ თქვათ ინფორმაციის სახით მივაწოდოთ. მოხარულები იქნება. ნუ ხო ჩვენს ვაცხადებთ ღიობას. ხო, რა თქმა უნდა, შემოხმიანებიან კიდეს, ჩვენც მივალთ, ისინიც მოვლენ, ანუ ღიაობა არის ის, რაც პრინციპში განსაზღვრავს ამ ბევრს და მე დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება, რომ რაც დღეს ვილაპარაკეთ, იყო ის, რომ ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, 21 საუკუნის სამყაროში, სადაც საზღვრები არის გადალახული და არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს რაღაც ლოკალურ წერტილს. შენ ხარ მთელი მსოფლიოს შვილი და შენ შეგიძლია შენი უნარები გამოიყენო ზოგადად მთელი მსოფლიოს საკეთილდღეოდ. მით უმეტეს იმ ადგილას, სადაც შენ ხარ ფიზიკურად. და მიიღოთ თვითკმაყოფილება სამასთან ერთად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.